ქუჩაში გვაქვს გამოტანილი, აყვავებული, რაც არის, რამაც კოკორი გაშალა, ყველაფერი ქუჩაში გვაქვს გამოტანილი. ხალხი ესევა, ამიტომ კონკრეტულ ჯიშებს ვერ გთავაზობთ, რაც დაგხვდებათ გაშლილი ის არის. 15 ლარიდან იწყება ვარდის ფასი, გაზრდილია მიწაში და არა ტორფში. ყველაფერი ჯანმრთელი და ჯანსაღი ენერგია 15 ლარიდან 100 ლარამდე 3 მეტრიანი ხუიარები 100 ლარიც კი ღირს. 100-მდე ადის ფასი. ირანიდან ჩამოტანილი ჯიშია, სპარსულია. სურნელი დგას ხელს ბაღში და ბაღის გარეთაც. კიდე აყვავდეთ სასწაული ჯიშები, არაჩვეულებრივად კარგი ჯიშები აყვავდა კიდევ. მარჯნისფერები, ყვითლები, 2 მეტრზე მაღალი ხუიარები. ხელის ტორის ხელა ყვავილები აქვს. და როგორი სურნელი. ან ეს ნახე. არ დამენანება რომ მოვლაზეც გითხრათ ყველაფერი. აუცილებლად დავწერ, არ გამოდის ვარდი შესხურების გარეშე. თუ არ შეასხურებთ, ასეთი ჯანმრთელი ფოთოლი და ამხელა ჯანმრთელი ყვავილი არ ექნება. ამიტომ დიდი სიამოვნებით არ მენანება დაგიწერთ ახალ პრეპარატებს, რითი უნდა შეასხუროთ. ამაზე უკეთესი ჯიში არც არსებობს, ნახე როგორი. წყლისფერები. ასეთი მარჯნისფერი ხუიარები. იასამნისფერები. საძებარი ჯიშებია, რომ მოძებნო ვერ იპოვი. სურნელი დგას ბაღში და ბაღის გარეთაც. ისეთი სურნელი დგას. ეს ოსტინის სასწაული კოლექციებია, აი. ძალიან ბევრი მყიდველი უშვებს შეცდომას და მინდა გავაფრთხილო, ვინც აპირებს შეძენას და ყიდვას. ჩვენი ვარდი ახლა გამოტანილია სათბურიდან, ჯერ ბაღში ვარდი არ ყვავის, არაა გაშლილი. 15 მაისის შემდეგ დაიწყება ბაღში გაშლა. ამიტომ ეხლა ქოთნით წაღებული ვარდი რომ შეიძენს ადამიანი და წაიღებს აყვავებულს, უმჯობესია რომ არ გადარგათ პირდაპირ ბაღში. უნდა ადროვოთ, იყვავილოს ქოთანში, დაიყვავილოს, აი ნახეთ, აცალეთ რომ იყვავილოს ქოთანში, დადგით ტერასაზე, აივანზე, ეზოში, დაამთავროს ყვავილობა, შემდეგ მოხსენით ეს თოკები, რითაც შეკრულია ხოლმე და გადაჭერით, გასხალით. ერთხელ უკვე გასხლულია, ნახეთ, აი, თებერვალში უკვე გავსხალით. რომ იყვავილებს და დაამთავრებს ყვავილობას, საყვავილო ღეროები გაუნახევროთ, შუამდე მომჭრათ და ისე გადავდგათ ბაღში. რომ გადარგავთ ბაღში, რომ გადაირღვევა, მერე უნდა მისცეთ აუცილებლად კვება. ჩვენ ვხმარობთ მარტო ორგანულ სასუქს, ორგანიკას, თხევად სასუქს, სხვას არაფერს არ ვუკეთებთ. შესხურების ვიდეო უკვე შეგვირდი და აუცილებლად ჩავწერ და გაჩვენე.